შუადღელავი მშვიდობისა ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებელს. შუადღელავი მშვიდობისა. მე მგონი იცარით რომელი ფილმიდან იყო სცენა. თუ ვერ იცანით, აი ამ ფილმიდან იყო ზუსტად ეს კადრი. აი ასე. დღეს ძალიან საინტერესო ეთერი ელოდება ჩვენს ტელემაყურებელს და რატომ აბა? ვიმოგზაურებთ წლების წინ ჩვენს საყვარელ ფილმებში და იმ ადგილებში, სადაც გადაღებულია ქართული. მე რა მიხარია, იცით, რომ ჩვენ ხშირად მოგზაურობთ, შუადღელავი ალბათ გეცოდინებათ და პირველი შემთხვევა, როცა თბილისში უნდა ვიმოგზაუროთ და ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთი ადამიანი გვამოგზაურებს, რომელიც ყველა ძალიან გიყვართ, დარწმუნებული ვარ. და არ ვიცი მასზე კარგად ვინ მოგვიყვება იმ საოცარ ისტორიებს, რომელიც დღეს გაჟღერდება, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენი ტელემაყურებლისთვის. და ზურაბაჟიძეა ჩვენთან ერთად. გამარჯობა. მოგესალმებით. ან ხუთი მოიხადა, სათვალე მოიხადა, მეტი რაღაცას. კარგად, აი რაღაცა გველოდება საოცარი. გმირი რო იტყვის, ხო იცით, იმაში თოჯინები ცინიაში. კაცო, შენ რო ჯახში მიპატიჟებას ვეღირსა და მაგაზე გეტყვი. კაცო, თბილისის ტურზე თქვენს მოპატიჟებას ვეღირსა და მაგაზე გეტყვით, მოა. და აი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში პირობა დადო, რომ ვამოგზაურებდა თბილისის ქუჩებში და შეასრულა კიდევაც თავის პირობა და მოდი შენ თვითონ მოყევი დღეს რას ვნახავთ, ესე პატარა ანონსი გავაკეთე ჩვენს გადაცემაში. კი ბატონო. ესე იგი, ძვირფასო ხალხნო, დღეს ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ თბილისში, როგორც კინო ლოკაციაში და ესა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თბილისი განვითარდა კინოს კვალდაკვალ და რაღაცები დაინგრა, რაღაცები შეიცვალა, რაღაცები გადაკეთდა, გადმოკეთდა და ფაქტობრივად დღეს თუ ჩვენ, აი ჩვენთვის ძალიან საყვარელ ცნობილ, შეიძლება ნაკლებად ცნობილ ფილმებში, აი მთავარ პერსონაჟებს ასე ვთქვათ, უკან გავწერთ, ამოვჭრით და უკან გავიხედოთ ფონზე რა ხდება, შეიძლება ისეთი ქალაქი აღმოვაჩინოთ, რომ საერთოდ ვერ ვიცნოთ. აი წარმოუდგენლობამდე შეცვლილია თბილისი და ამ ყველაფრის აღქმაში და ძველ თბილისში მოგზაურობაში დაგვეხმარება ზუსტად აი კინოკადრები. ნახეთ, რამდენი მაქვს ამოღებული. ამათ უნდა გამოიცნონ ეს ყველაფერი. პირველი რას უკვე გამოვიცანით? ეს არის მხიარული რომანი. ამას უნდა რომ შენს მახლობლადებს ვიყო. აი ეს არის ძალიან მაგარი კადრი. ეს არის როგორ შენდება ფილარმონია და როგორ ანგრევენ აი ამ ტერიტორიაზე მდგარ 1900 ხო, ანუ ზუსტად აი ეს ტერიტორია არის, სადაც ეს შენობა იდგა. მიწისქვეშა სადაც არის, აი ეს არის ზუსტად ის ადგილი. კი, ეს არის 1928 წელს აშენებული კოოპერატივი ალიონი. აი ესე ქვია მას, აგერ არის ძველი ფოტო მისი. აგერ შენც მოგცემ გული რო არ დაგწყდეს. აჰა. ნახეთ და ეს ასე 1928 წლიდან 1979 წლამდე დაახლოებით იდგა ეს ასე. შესაბამისად ნებისმიერი ფილმი, რომელიც მაგამდეა გადაღებული, არის დაგიკარგეს. ეხლა შეხედეთ. აი ეს ფილმი, აი ეს კადრი არის აი იქიდან გადაღებული და აქ მოჩანს აი ეს არის რა, იცით? რეზიკო თოჯინებიცინიდან რომ მიდის კონსერვატორიაში. აი უკან ეს შენობა ჩანს, ჯერ არ არის დანგრეული. ეს შენობა არის კი, ხო, აი ეს. და მან საათს ხო ხედავთ, აი ვაჩვენოთ კარგად ახლოს. მოდით, აი საათი შეხედეთ. აი ამ საათის წინ იყო პაემნები. ეხლა შენ, ჩემო კარგო ადამიანო, მოგცემ მე აი ამ ბოთლს. აი ასე. და მობრძანდი აი აქ. ხო, შენ ბიჭი უნდა იყოს კადრში ხო ამ შემთხვევაში. აი ასე. აი აქა, აი ესე დადექი სახით ჩვენკენ და დალია ეხლა ეგ. და შეხედე. აურა მაგარი. ეგ არის ნამდვილად. ლაღიდის ხავსვა? ლაღიდის ხავსვა? კი, ხო. ეს რეზიკო. თორია. სადაფროს და ვინიცის შენ იქნებ სულ სხვას ახარებს. ბევრი შევტალვისთანა ჩემო თოლია, მაგრამ ცეცხლი ამისთან არ ვიცხოლია, თოლია. თვალთა შენ დაელარე და მაღალე როდის, დღეში ნადამზე გარეთ და დღეში შემოდი. კიდე
ერთი კადრი ვნახოთ ეხლა მან. აქვე? ხო, ახლა შენ არ იქნები, მაგრამ უბრალოდ თუ გამოიცნობ რომელი იცი კი, ფილმია. დღე პირველი, დღე უკანასკნელი, დღე პირველი. ბატონო, ეგ არის. აი შენობა. ზუსტად ეს შენობა არის. კი. აუ რა მაგარია. და ეხლა მოდი ვთქვათ, რატო რა ხდება, რატო არის ეს ყველაფერი. ჯიხური დგას. კი, რა ლამაზი ჯიხური დგას. ხო, ეს არის გადაღებული 1959 წელს. ხო. ეხლა რა არის კიდე საინტერესო? საბჭოთა პერიოდში, ხო, სიუჟეტი აი რაღაცნაირად ყოველთვის ვითარდებოდა იმ შენობების კვალდაკვალ, რომლებიც შენდებოდა მაშინ. ხო. და ეს იყო არქიტექტურის, ასე ვთქვათ, ყველაზე, ასე ვთქვათ, ლამაზი პოპულარიზაცია. კი, ბატონო. ხო, აი აბეზარა გინდა და ჭრიჭინა გინდა და დღემდე რომ უჭირს ხოლმე ხალხს გარჩევა, იმიტომ რომ რომელია დაანგავს სიუჟეტები ერთმანეთს, სიუჟეტები კი არა, ლეილა აბაშიძე და ეს მისი საატრფო არქიტექტორი რომ არის და ასე შემდეგ და თან ჩანს ის შენობები, რომლებიც შენდება აი იმ პერიოდში. აბეზარაში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ლამაზი სახლი ჩანს იქ, რომელიც არის, აი დღემდე რომ მოგწონს ისეთი რა. ესეც ეს არის. ხო, ეს არის უკვე ეს, აი ნახეთ, ეს არის ლანა ღოღობერძის მიერ გადაღებული 1972 წელს, როცა აყვავდა ზუსტად ეს ადგილია. კი, აი, ანუ ზუსტად 72 εκεί რა. წელია უკვე ნიშნავს რომ ფილარმონია აშენებულია. გავხარ? ცოტა ხმა მიდია, რამე ძირა. ხო, ეს კი. არა, ვერა. ამ ხმას ნამდვილად გაკეთება, არ არსებობს ამ ხმას გაკეთება. შემდეგი რა გვაქვს? მოიცა ჯერ კიდე რაღაცა გაჩვენოთ. ხო, უნდა ნახეთ. აი ეს არის პირველი ფილმი ლიკა თავჟარაძე, სადაც მონაწილეობს. 13 წლის კი ბატონო. ესეც სადღაც ამ ტერიტორიაზეა, მაგრამ ამ ფილმშია, ხო? კი. ჩვენ გავუყვებით ახლა ეს შევთანხმდა ქართული ფილმი მართლა მოწოდების სიმაღლეზე იდგა და ყვაოდა და თავის საქმე ისე თქვა რომ მეტი როა შეიძლება. კი. და მეტსაც გეტყვით. მერე უკვე 70-იან წლებში, გვიანდელ 60-იან წლებში და 70-იან წლებში ხო საერთოდ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი რაღაც გავბედეთ კინოში, თეატრში, მხატვრობაში, რასაც ვერ ბედავდნენ იქით მოსკოვებში და ლენინგრადში. კი. ჩვენ ახლა გავუყვებით ძირითადად მელიქიშვილს და რუსთაველის გამზირს და კოსტავას და აი ამ ადგილებში კიდე სადაც არის ამ ფილმების სიუჟეტები გაბნეული, ყველაფერს ავწერებთ და შევაგროვებთ ამ მარგალიტებს. კი ბატონო, წავედით. სადღაც მივდივარ, არწივებო მომყევით. აი ამ ადგილას დისლოცირდით, ხო? აქ ძალიან მნიშვნელობა აქვს თითოეულნაბით, აი აქ დამიდექით შეიძლება. კი, თორე საშემოდგომოს გამოგაყოლებთ. აბა შერეკილები. გოგო, გეცლი რა ცოტა. ხო, შერეკილები. ხუტა უფროსზე მიდის. როგორ არის? ხუთით ვიცი. იცი რომ აი ეს სახლი არის და უბრალოდ ეს გვერდზე ფანჯარა არის მარტო გამოცვლილი. დანარჩენი ქვედებით, ქვედებით განახე. სად არის ქოფენილი? ქოფენილი სად არის? ქოფენილისაც აი. აუ, ქოფენი. აუ, რა ლამაზი. სადაიღო ბიჭო უბაში. ძალიან მაგარი აღწერა ეზო გაბრიაძე სამის რომ პასკასავით ქონდა ქუდი დატყაპებული თავზე. კარგი, აქ მეტი არაფერი, ეხლა მივდივართ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აივნის სანახავად, რომელსაც ძალიან ბევრი ადგილი იჩემებს რო არის აუცილებლად მათთან. მაგრამ არ თქვა რომ მონანიებაზე გვაქვს ლაპარაკი? არა. მოებიჯო მივიდეთ. რომელი აივარა? წავედით. მომყევით. კიბე. აბა. კიბე. ეს კიბე. ნელი დღე პირველი. შეიძლება. აქ რო შემოდივარ, ყოველთვის ვასრულებ აი ამას. რამდენ გვიმღერეთ? აი. ბრავო! რა კარგი ხართ ბიჭებო. შენარჩუნებულია ის ძველი თბილისის
გარემო თბილისური ეზოების აი ამ ხალხს ახსოვს ყველაფერი აქ. და რომ მოვდივარ ხოლმე და ტურს რო ვატარებ, გამომძახებენ აქედან იქიდან რომ აქ ცხოვრობდა სერგო ზაქარიაძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ აი ესე კანტიკ უნდა კბილებით გვიჭირავს მოკლედ. ჩემ ძალიან დიდი ხნის კითხვას გაეცი პასუხი, იმიტომ რომ სულ მაინტერესებდა დღე უკანასკნელი დღე პირველში ეს საოცარი კიბე სად იყო და ვერ ვარკვევდი და დიდი მადლობა ამისთვის რომ მითხარი. აჰა. აი ეს გამოერკვი. მოინიშნე რუკა. ჩამოდით გოგოებო. კარგად ბიჭები. კარგად. ჩქარა, სად არის ამდენი დრო? ვუალა. აბა, ჭრიჭინა. აბა. არა, აბეზარა. აბეზარა. ჭრიჭინა. ჩამოყალიბეთ ეხლა თვითენა. აბეზარა. აბეზარა არის. კი, მინისტრთან შესაძლებელი. ხო. კი. ეს არის ერთი წუთი. მიდი, ჰავ, დავა. აქეთ მოიწესა და არა, მანდ. მე მიყურე. ოჩე მაღლა უნდა იდგე რაღაც მინდა ცოტა. ხელში პიჯაკი. პიჯაკი ვითომ მე ვარ პიჯაკი. ხო, ესე ვარ, ხო ცოტა მე. ხო, შეგიყურებ. მე აქეთ გავიყურე. მეცადე? პიჯაკი მიხდება? ბრავო. ეგ არის. გასწრაფად მინისტრი ხომ არ არის? ეს? არა. ვინ დაწყა? მე მინისტრი. მინისტრი? ო. რა ქვია? სერგო, შენა? მე ვინ ლიას, ვინ აბეზარას მეძახის? აბეზარას? ო, ჩვენთან შოფრებმა შემარქვეს. საინტერესოა. რა საქმე გაქვს მინისტრთან? საქმე მაქვს, მაგრამ დივანი არ მიშვე. მეუბნება იქ არ არისო. ვიცი კი ნამდვილად რომ იქ არის. ეს დივანი ქალები. წამოდით, მე შეგახვედრე. მართლა? ბესტები. წამოდით. რახანაც აქ მოვედით და პიჯაკო წამოდი. მეცნიერებათა აკადემიის შენობაც ვნახეთ, რომელიც აშენდა როგორც საკ ნახშირი 1946 წელს. ახლა ვნახოთ აქვე 1958 წელს აშენებული თბილისის საბაგიროს. შესაძლოა თბილისის საბაგიროს მშენებლობის ფოტო მაქვს, ეს ფილმიდან არ არის გადაღებული, მაგრამ იქით მიკუთხიდანაა გადაღებული, აი ქვედასადგური რო შენდება, ესე გამოიყურება. ანუ ეს დასრულებულია, უკვე ცოტა გვიან არის. ეს დასრულებული და ეს კიდე შენდება. აჰა. აი ასე. და ეხა აქ რა თქმა უნდა არის გადაღებული. წამოდი. ხე უკანასკნელი დღე პირველი? გამარჯოს. რო ადის, ხო? რა ხარ? გამარჯობა, ხო? გამარჯობა. ამის გასაცოცხლებლად მოვედით. უკანასკნელი დღე პირველი. ხო, აი აქ. უკანასკნელი დღე პირველი. ხო. აქ წერია თბილისი 1500. ესე იგი თბილისის დედაქალაქობის წლის თავია ეს და რა დაარსების 1958 წელს. უბრალოდ თბილისი 1500 რო დაწერეს, მე ბევრმა აღიქვა ეს ისე რომ თბილისის დაარსების და მეტნაკლებად ეს ლეგენდა რომ თითქოს თბილისი მხოლოდ 1500 წლისაა და არა 2000-ის, არც ამდენში 2000 წლისაა თბილისი. ხო, აი წამოვიდა დაახლოებით აქედან რა და დაუკავშირდა ვახტანგ გორგასალს და ზოგადად ეს ლეგენდა მანამდეც არსებობდა და ამან გაამყარა მე ეს ამბავი, თორე ისე პირველ საუკუნეში უკვე ქალაქი არსებობს აქ, ოღონდ ვახტანგ გორგასალს უკავშირდება ამის მე ასე ვთქვათ პოლიტიკური მნიშვნელობის გასაღება. თორე თბილისი არსებობს მანამდეც. დიახ, არქეოლოგიურად არის თან დადასტურებული. აბა შემდეგი სად ვარ? შემდეგი სად მივდივართ და აი აქვე რუსთაველის კუთხეში ჩავისეირნოთ ფეხით რაღაცებს გაშვენებთ. შემდეგი სადგური რუსთაველის კუთხე. წავედით. გარები იკეტება. რუსთაველის გამზირი ჩვენ რო გონია რომ რაღაცნაირად ხელუხლებელია, ერთ-ერთი ყველაზე შეცვლილი გამზირია თბილისის ისტორიაში. ნუ ეს არის მელიქ აზარიანცის სახლი. ყველაზე დიდი სახლი, ყველაზე დიდი საკუთარი სახლი. კი, ყველაზე დიდი საკუთარი სახლი, კი. რუსთაველის გამზირი, ანუ გოლოვინის პროსპექტი მოდიოდა ასე. და შემდეგ, აი, როგორც არის ხაზები დახაზული, ხო? ხო, აქეთ უხვევს ასე. არქიტექტურულადაც ასე იყო. ანუ აქ არის რესპუბლიკის მოედანზე რო არ გავიდოდით. ანუ ვერც გავიდოდით. ხო, რესპუბლიკის მოედანი არც არსებობდა. იყო დაღმართი რესპუბლიკის მოედანი საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად ამოწიეს და გაასწორეს. თორე ეს დაღმართია და მაგას ერქვა ეკლიანი ხევი, რუსულად იყო კალიუჩა ბალკა, ასეთ სახელითაა დატანილი რა. ხო და მან რაღაცა პერიოდი ფიროსმანი ცხოვრობდა, ასევე
ფედორ შალიაპინი რო ჩამოვიდა, მან ცხოვრობდა და მოკლედ აი ეგეთი დაბალი ხევი იყო. ხო, დაბალი ცნობილი დღეს არის თორე. დაბალი წრის ხო. ეხლა რა ხდება? აი ეს არის კადრი ფილმიდან ფთოსანი მღებავი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს აკაკი კვანტალიანი, ახალგაზრდა ბიჭია. შევდავიჭირო და შემოყევი. 38 წელია. ძალიან საინტერესო სიუჟეტი აქვს. სხვადასხვა ფილმის თითებში არის ნახსენები. პეტრე ოცხადი, რომელიც არგურკოს რატომ არ არის? დიახ, ნაზირფრენკო დახვრიტეს. და იმიტომ რომ შეუსაბამო სტალინიზმისთვის შეუსაბამო პოსტერის გამონას შემდეგ ასე შემდეგ, ხო? და რა ხდება? ამ ფილმის ერთ-ერთი კადრი არის, აი როგორ რომ მიფრინავს ეს ეგრეთ წოდებული კუკურუზნიკი, ეს ორფრთიანი თვითფრინავი, ხო? აი როგორ გადაუფრენს თბილისის უბნებს და უცებ დავაპაუზე ეს ადგილი აღმოვაჩინე, რომ აი მით ვიცანი, ეს არის ეგრეთ წოდებული იმელის შენობა, ეს რო სასტუმროა. აი ეს ადგილი არის დღევანდელი, უბრალოდ ყოფილი ჰოსტის სახლი და აი ეს კუთხის შენობა, რომელიც აი აქ უნდა იყოს და ებჯინებოდეს უნდა აი ამ მელიქაზარიანის სახლს, იყო პირველი ჰოსტის შენობა. ანუ აი ზუსტად ეს ეს პირდაპირ პოსტა. ხო. მერე იყო რაღაც პატარა სახლები, სადაც ახალი პოსტა აშენდა მერე. ხო. და იქიდან იყო იმელის შენობა. ახლა ჩვენ უნდა მივიდეთ ას განიხილავთ ეროვნულ გალერეასთან. ახარია ბავშვს ექსკურსიაზე ყავს ამოყვანილი და ახლა ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ ეროვნულ გალერეასთან, ეგრეთ წოდებულ ცისფერ გალერეასთან და იქ მაქვს თქვენთვის ძალიან საინტერესო მართლაც წავიდეთ. წამოდით ეხლა. მოვუახლოვდით ჩვენ ეროვნულ გალერეას, რომელიც 1888 წელს რუსული საიმპერიალისტური რბილი ძალის წყალობით აშენდა როგორც რუსეთის იმპერიის დიდების ტაძარი. ეგ ტიტრი მიდის ამ დროს ჩვენ გადაცემაში, ეგენი ამოწყდნენ რაღაცა ეგეთები. როგორც გენებთ. ხო. ესე იგი, რომში, როდესაც გაივლით, იქ ნახავთ მსგავს შენობას, გაცილებით დიდია, პალაცო დელა ესპოზიციონი. აი იბისი ასლი არის, პატარა მოდელია, არქიტექტორი არის. დიდი რატო არ ააშენეს დაენანა? ვიცი რა არის, ახლა დიდი ხო იცი დედაქალაქებში და ჩვენ ვიყავით ახლა. რომ აი ხო, აი. ესე იგი, სად მოვედით ახლა ჩვენ? ვიყავით აქ. არ ხართ? აბა, აი ეს არის ესეთი საინტერესო ფილმი. კი. 1927 წელს გადაღებული მუნჯი ფილმია. ესე იგი რეჟისორი არის კოტე მარჯანიშვილი. კოტე მარჯანიშვილი. დიახ, და ფილმს ჰქვია გოგი რატიანი. ეხლა რატოა გენიალური ფილმი? იმიტომ რომ ამ ფილმის სიუჟეტი ვითარდება შემდეგნაირად რომ გოლში მოხდება მიწისძვრა 1920 წელს და ესე იგი მთავარი მოქმედი არის იქ გოგი რატიანი და მაგისი მეგობარი და ის მეგობარი დაკარგავს ხელებს და ფეხებით ხატავს. და ეს ბიჭი მერე ეხმარება ამ ნახატების გავრცელებაში. და საინტერესო რა არის რომ რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა გააკეთა ეგრეთ წოდებული კამეო. ანუ ცნობილი ადამიანები ათამაშა თავიანთ როლში. ტიციან ტაბიძის. კი ბატონო. ხო. ეს არის ხო, ეს არის დიმიტრი შევარდნაძე, ვისაც ეკუთვნის თვითონ სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბება და ამ შენობის გადაქცევა ეროვნულ გალერეად, ვისი სახელობისაც არის. ეს გახლავთ ალექსანდრე წუწუნავა, რეჟისორი, ვისაც პირველი ქართული თეატრის უნებაჯენი ფილმი ქრისტინე 1970 წელს. და ეს არის კოტე ფოცხურაშვილი, ვის დაწერა მუსიკა პირველი ქართული ჰიმნის დიდება. ამ ფილმის გამოსვლიდან 10 წელიწადში ამ ორ ადამიანს დახვრეტენ. აბა. ხო. და რა თქმა უნდა ეს ფილმიც მე ცოტა ხანი რა გაქრება. თქმა უნდა დააძინეს დაბეს თარაზე. ახლა ჩვენ ჩავირბინოთ აი აქ და ერთი ფილმი უნდა გაჩვენოთ კიდე, მე მეორე და მე უკვე ავალთ თებში. ეხლა საით უნდა ჩავირბინოთ? ალექსანდრეს ბაღისკენ. ხო, ალექსანდრეს ბაღისკენ, კი. ჯორჯიაშვილის ქუჩა. კი ბატონო. სამი ორი ერთი, აბა რა არის? ეს არის ჯორჯიაშვილის აღმართი. მანქანა. ჯორჯიაშვილის ეს აღმართი. აღმართი სადაც სადაც გავართ. ხო, არა? ეს საფრთხე შეფუთული არის, მაგრამ ისეთი განფურულია. მანქანების
აბეზარაში მახსოვს. რომელი ფილმიაო? აბედერი დევა. აბეზარა არ არის? აბეზარა არის. ეს შეიძლება წაიმარა, შეიძლება აბეზარას ამბობდე. ჩამოყალიბ. მე აბეზარაში აბაჭკარა მოდის თულის აბეზარი. აი მიდოდა არა და მე. კი, მანქანას მანქანას რო ატარებენ, კი ბატონო, აი გაგილია და აი გადაუღებენ შავი კატა. კი ბატონო. აბობენ რომ ჩავიკატა მოგიტანს ოზიას, შეკიბედი გავიდა თერშე მოგისუნია. ახლა ვნახოთ აი კადრი ესე. არა. მარია. ეს ბევრგან არის გადაღებული, მაგრამ ეს კადრი ძიძების აქ არის. ხო. არა, ერთი წელი კითხვა მაქვს. ეს არის ვერისუბლის მელოდიები, ხო? აი ამ პირველ შადრევანთან გადაღებული ერთი სცენა. რეცხვის სცენა გადაღებულია ქუთაისში. რიონის პირას. რიონის პირას. კიდე ერთი სცენა საცხა. კი, ძველ თბილისში. ვერაზე რა არის გადაღებული? გონი არაფერი. აი ეს არის კინო, რა მაგარია. ეგარი, რო გეგონება რაღაცა რომ შეიძლება 1-2 სახლია, აი რომელზეც ფიქრობ რომ შეიძლება აი ხარ შეიძლება იყოს ვერა, ხო? რომელიც არის, აი დავშოთ ცეკვის მასწავლებელთან რომ მიდიან, აი დანსკლასის. მაგას ვარაუდობ, მაგრამ ჯერ ვერ მივაგე, შეიძლება ვიღაცამ იცოდეს და თუ დაგვიწერს კომენტარში, მაგას რას ჯობდეს. კი ბატონო, ხო. აქ ამ ადგილს მოვჭით მოკლე. სულ ერთ ქვაბში ხარშება, დილაც ერთი ერევა. ერთი უთოავთოვე, ჯარისკაც და გენერალს. ასეთია ეს ცხოვრება, ბედის აპნის ბუშტია. ჩვენი გარჯა ჩვენი შვება, ხოლო სიყვარულშია. სიყვარულში. ბრავო, კარგი იყო. ახლა უკვე უნდა ავიდეთ მთაწმინდის უბანში, იმიტომ რომ დანარჩენი რაღაცები იქ გვაქვს სანახავი. აი მოვდივართ აქ, აი ამ ადგილას ძალიან ბევრი რამ არის გადაღებული. ერთი არის მაგალითად ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი, ცნობილი არის ეს აღმართი აი ამ ფილმით, რომელიც არის ვერიკო. მონანიება. მაგარია. ოღონდ აქ გავდგე ბოდიში. ალიდი რა. აი გადმომესხას თქვენი მადლი გქო. ხო, ოღონდ რომ ვიცოდეთ, ვერიკო ანჯაფარი მაშინ ძალიან ცუდად იყო და უკვე სხვამ განასახიერა ეს. ზურგი სხვა არის, ხო, მართლა. კი. ანა, ყველა გახარ. ზურგი თურმე სხვა იყო, კომისი. თვითონ გადაუღეს საფთან ახლო ხედით და ამიტომ არ ჩამდა რომ გონეს რომ სხვა არის. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან მიმიყვანს. ეს გზა ღვთისმშობლის დაძართან არ მიმიყვანს. ეს ვარლამის ქუჩა. ეს გზა დაძართან არ მიგიყვანს. არა? მაშინ რასაჭიროა იგი? რის მაგნისია გზა თუ კი დაძართან არ მიმიყვანს? ახლა ჩვენ აქვე ვრჩებით და მივდივართ აი ერთ ძალიან შეტეხილში. წამოდით. დაგვიპირებს. ყველაზე სწრაფად მსოფლიოში რამდენსაც დადიან, ხო იცი? იმდენი გვატარა ზუსტად. ძალიან კარგი გადაცემა გამოვდის მე მგონი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ჯერ ეს საინტერესო ადგილი თქო და მე მერვე კლასის მერი ამდენი არ მივლია. თბილისის ქუჩებში. გამარჯობა. აიმე? შევდივართ. ცოტა შემოვიჭიტებით. გამარჯობა. ხო, აი აქ დადექით თუ შეიძლება, აი ბოლომდე მიდით, იქით, შედით. აი იმ კუთხეში კიბეებთან, ხო? კიბეებთან დავდგეთ? აი მე ფის. არა. ვერა. მე ვიცი, ვერისუბნის მელოდიებია. არა? ეს მელოდიებია, ვერისუბნის მელოდიები არა, დადექით. ვერისუბნის მელოდიები?
აი ეს ჩუქურთმა. ეს. ამოდი. ეს არის. ხო, აქედან დადექი მეთქი, უბრალოდ მაგიტო გამოგიშვი. შეიძლება ეს ჩუქურთმა კიდე არის. ერთი წამი. ხო. აი ეს ორნამენტი კიდე არის. მიდი, აირბინეთ გოგოებო. აი ანავით. მიდი, შენ დახვიდე იქ, ეს შენ უნდა იყო, მიდი. აჰა. კამირო დგას. შენ თუ მინდა კალათი იყავი, რა ვიცი. მე კალათი ვიქნებ მოვალე ხალე. აჰა, კარგია. და ეხლა მოაჯირისკენ გაიშვირე ხელი. ხო, თითქოს აი მანდ ის არის სათლი არის ჩამოშვებული. არის დიაგონალზე. ეგ არის. რა კარგია, მე და მარიამს ბედნიერება რო გხვდა წილად და ორივე ვართ ვარდოები, ვთამაშობთ სპექტაკლში. ერთად არა. ვრეცხავთ დარში და ვრეცხავთ აღდარში, არ უნდა გაცდეს წამი, დიდ და პატარა სუფთად რამეცევას, ვრეცხავთ დღითა და ღამით. ესე გამოვედით აქედან ეხლა სანამ წავალთ, მაგრად მაინტერესებს ახლა აი ამ კიბეს როგორ მიაგენის. სადღაც თაწვიდაზე ეზოს შიგრიდან აქეთ უნდა გამოიხო. ხო, აი ეს ჩემა კოლეგა მეგობარმა გიდმა მიმაგნებინა მოკლედ, ხო, მარიცინაშვილი. იმან როგორ მიაგნო? იმან როგორ მიაგნო, არ ვიცი, მაგრამ აი ჩვენ ცოტა ავადმყოფები ვართ რა, დავდივართ ასე, დავწანწალებთ. ეს ეთერში ამბობს ცოტაო, თორე სიამბობს ცოტა. აი რო ერთი შენეძებ. ხანდახან წერენ კიდევაც ალბათ, იმიტომ რომ ეხლა ის გადმოცემით ვებიებმა ბაბა, იცი თურმე აქ ის გადაიღეს, ის გადაიღეს და ალბათ ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე ეგრე არის და მე აი თვალის მეხსიერება კარგი რო გაქვს, შეიძლება რაღაცა უცებ ჩაგჭა სადღაც მეხსიერებაში ის. ეს ის არის. მაგრამ ისიც ყოფილა ხოლმე რომ გონია რომ იერით არის ერთი, მიხვალ და არ არის. ხო, ანუ არის რაღაცები რომ გატყობს, რომ იერით გავს აი რაღაცები, მაგრამ რომ მიხვალ არ არის რა. და შეიძლება საერთოდ ისეთი ადგილი აღმოჩნდეს, რასაც ვერ წარმოვიდგენ, ეგეთი მაგალითად დავემართა სერგო ფარაჯანოვის ეს ფოტო. ხდება აი მეგონა რომ აი მართლა იქნებოდა ის ქუჩა ან მეორე ქუჩა არც ერთი არ აღმოჩნდა, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდა. ესეც იმიტომ რომ აი ეს დაღლილი მივდივარ უკვე ჩავიქნია ხელი და მოვუტრიალდი მეთქი რა. ხო, მე მეგონა რაღაცა ციცაბო ქუჩა რაღაცა ამბავი და საერთოდ არ აღმოჩნდა ეგრე რა. ამიტომ არის ზოგჯერ გამართლების ამბავია რა. და ახლა ერთს გაჩვენებთ აი ზუსტად აი ამ კუთხეში. მოდით, მოდით. აი ეს არის. რა ლამაზი ადგილები არის, მერთო. როგორ ჭირდება რესტავრირება ყველაფერს? აჰა. ხიარული რომანი. აბა. არა. აბა. აიდე. თხულა არა. არა. შემოიცადე? ბოდიში თქვენდელი ციკლი. ბოდიში თქვენდელი ციკლი, ხო. კი. ხოჩ ამის ისტორიას ბევრმა იცის, რომ ამ სხვა გურს არ ტყამენ აქ თავში და ის დუბლი ჩასვეს მაინც და მაინც, როცა მართალი ნამდვილი აგური ჩაარტყეს თავში, ხო და კი, კი, ეგ ის კადრია, ზუსტად იპოლიტე ხუჩამ შერყევა რომ მიიღო აქტონის შერყევა. იპოლიტე ხუჩიას თემას ჩვენ მოვუბრუნდებით ძალიან მალე. ძალიან მალე მოვუბრუნდებით. წავედით ჩემ ლოკაციაზე. წავედით. ეს ასე ხელუხლებლად არის ჯერჯერ. ხელუხლებლად რა იყო? კრავაი. ფრანგული ლუიქ, ხო. ხელუხლებლო. ხელუხლებლო. თუ არ უნდა დავხე. იცი რა მაინტერესებს? ეს დაავადება, რომელთაც დაავადებული. ხო, კი. ქრონიკულია თუ ესეთი განკურნება? იცი რა მომენტია 10 წელია მჭირს ხო და რა. გადამდებია? აი შევხედავ თქვენზე ეგრე და მე მინდა რომ გადამედოს. თორე ამას უკვე ცოტა ნიშნები აქვს. ხო. ესე იგი, მოკლედ, აი ამბარცუ მელიქოვების სახლი უნდა გაჩვენოთ ახლა. წამოდით, მე ერისთავებს ეკუთვნოდათ ეს აშენებული 1914 წელს აი ამ სახით და აი ეს ფილმი გადაიღეს აქ. აუ რა და უცვლელი არის. ფეოლა. ფეოლა. და ეს სკინის კარებით იგივე არის ასე. ფეოლა. და რას ვამბობ იცი? წახა რას ვამბობ? ეს სკინის გისოსებიც. ეს სკინის გისოსებიც. ანუ სადამდე წახვალ ახლა. ისე ვისია შემორჩენილი. გამოდი, დაიწყოთ ახლა. 2 3 4 9 და 10. აბა ჰე, ბაბშო. ერთი ფეხბურთელი მაგლია და იმასაც მოძელი. თქვენი იმედი მაქვს ახლა ბაბშო. აბა ჰე.
აბა გონყევით მოდი რახანაც აქ ვართ, პარემ შევირბინოთ იქაც ერთი რაღაცა. მოდი შევირბინოთ იქაც პატარა საქმე აქვს ზურას. მოდი ბარეღა მაგ ხართ, ხო? აბა არწივებო მომყევით. აბა სად მოვედით და აუ წალკოტში, ესად ვარ მართლა. კი, მოვედით წალკოტში და აი შეხედეთ აი ის ფერისუბანი? დია, ფერისუბნის ეს ტიპი იუნკერები. ეს რა სცენაა? დასაწყისში აი ყველა ძიძები ეს ბავშვები ყველა რო დამოკიდებულია სუფთად რეულზე და სუფთად აწყვეტს. არა ხო, მაგრამ ეს ადგილია. იუნკერები არიან. ეს ზუსტად მაგალითი ხე. მოდი. აუ ის არის უბრალოდ აღარ ჩანს ნიკა ნახე. ეგუნა მეთქვა ეხა რომ ეს აღარ ჩანს ეს. აი აქ არის ბარელიეფი დაფარულია. იმის შიგნით არის ხო? აბა მიდით, წადით იუნკერებო, მიდით. ყოჩა შეგიქებთ პლასტიკას. ამ ადგილას თქვას ერთი ორი სიტყვა აქ ცხოვრობდა, ესე იგი ოლღა გურამიშვილი, მას შემდეგ რაც ილია ჭავჭავაძე გარდაიცვალა, მოკლეს და მას პატრონობდა დავით სარაჯიშვილი და შემდეგ უკვე დავით სარაჯიშვილი რო გარდაიცვალა 1911-ში, კიდევ დანარჩენი 5 წელი უკვე მისი მეუღლე ფორაქიშვილი. ხო და ზოგადად ოლღა საკმაოდ ისეთი რთული ცხოვრებით იცხოვრა და მე საკუთარ თავს ყოველთვის ვავალდებულებ რომ ამ ძალიან დიდ ადამიანზე ყოველთვის ვთქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ არა ოლღა გურამიშვილის ნაირი ადამიანები ილია ჭავჭავაძეც ისეთი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ილია ყოფილიყო ილია. და მაშინ ზოგადად ასე იცოდნენ დახმარება ერთმანეთის და დაფასება. იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძესაც გაეტირა საქართველო და დავით სარაჯიშვილსაც. ზურიუს წავედით დაღმართისკენ და სხვა ლოკაციაზე. გოლი უხარია ანას, წავედით. ესე იგი, ხო? აი ასე. ფერისუბნის მელოდიები. კი ბატონო, შეიძლება რომ ვერი. კი ბატონო, ჭრეკა. კი ბატონო. აქ ვრჩებით, ჭრეკას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ და აი მივას. ეს პირველი სათულის საივანი. კი. აი ეს. მოიცა ეს რა შემოხედე. კადრიცისი არის ზუსტად მანქანა როგორც დგას. დოდოა აბაშიძე? კი ბატონო. პრისტავი. ნანახი ეს საქმე და ხულად მიმაშია. მე თქვენ წეღანაც მოგახსენეთ რომ ქურდი მხოლოდ ამ კარებიდან თუ შემოვიდოთ. ისე ხო ხედავთ რომ ჩემს სახლში ციტიც ვერ შემოფრინდება. აცადეთ! ეჩების გამოცდილებისა და დაკვირვებით მიხვდები ამ საქმეს. დოშდე მერცეს. ვახ, სწორედ რო გვაკვირვებთ რა თქვენის დაკვირვები. იცით რა გითხრათ? მე თქვენ ძალიან აგთხოვ, გაჩხრიკოთ მედროგე პავლეს სახლი. რადგანაც ჩემი ბინის გოლუჩი იმის გოგოს ხელში იყო. თუ რომ გასვაყური გიგდოთ. გარი შეშისა და ქურფის გულსაც დელივერა უნდა გადავაბრუნო. წავედით ახლა აქეთ. სხვათა შორის ეს ადგილი ჯერ კიდე 1735 წელს თბილისის რუკაზე დატანილია და აქ იყო კათოლიკეთა უბანი, კაპუცინების ორდენი სხვათა შორის, ხო? არაერთხელ შეეცვალა ამ უბანს სახელი. ეს ყველაფერი არის მე-19 საუკუნის ბოლოს განახლება ამ სახით რაც არის მოსული, ახლა განახლება ცოტა ციტავდა კიდე. ხო, მაგრამ რო ვიცოდეთ, აი ეს ქუჩათა ქსელი მეტნაკლებად არის გვიანდელი შუა საუკუნეების. ანუ ნიშნავს ეს იმას, რომ თითოეული ამ სახლის ქვეშ იმალება მე-16-მე-17-მე-18 საუკუნის სარდაფები. აი ამით არის ეს ყველაფერი უნიკალური. ჩვენ ახლა მივიდივართ აქეთ და მივუახლოვდებით კიდევ ერთ ადგილს და იმ ქუჩის ისტორიასაც ძალიან მოკლედ მოგიყვებით. აუცილებლად. მოგეთ, თქვენ გეცოდინებათ, რომ თბილისში არის ესეთი გადმოცემა ორი ქართლის დედის შესახებ. ხო, კი ბატონო, ერთ დღეს. ხო. კი, ეგ როგორ იყო, იცით? რომ ქართლის დედა
ეს ქართლის დედა სინამდვილეში იყო ხის თავის დროზე. ხო. და ააგეს 1958 წელს ეს დროებითი ძეგლი იყო, დროებითი იყო რა პრინციპში საქართველოს ერქვა იმ ძეგლს. ელგუჯა ამაშუკელი იყო მაგისი ავტორი. ხო და მე 1963 წელს იმ ძეგლს შემოაკრეს ალუმინი. რო დაეცვათ ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ უკვე ქალაქმა აღიარა და ასე შემდეგ. მე ის ძეგლი შეცვალეს 90-იან წლებში და რო ცვლიდნენ მაგიტო იყო 2 და აი ხალხო. ახალი დადგეს და მეორე სანამ აიღეს 2 წელი. და აქ არსებობს ერთი ასეთი ფილმი 1959 წელს გადაღებული, დეილ აბაშიძეც თამაშობს ფოტოშოპში, სად არის შენი ბედნიერება მზია. კი, და აი მან დადეს ზუსტად აი ესა ხის ქართლის დედა. ხის ქართლის დედა არის. მოვედით ფეთხაიმის უბანში, რომელიც ადრე თავის დროზე ებრაული თემით იყო დასახლებული. ძალიან ლამაზია. აქ ძალიან ლამაზი შენობა იყო, მუსიკალური სასწავლებელი, ახლა აღარ არის. ხო და აი ამ ადგილას ხედავთ. აჰა, ეს არის ნამდვილ ვერისუბანი. სუფთა ვერისუბანი, ხო აბა? რამე არ გაქვს დიდი კალათი. ჩანთას გაშხალოთ. ხა. კალათი ჩემის დეგ ვიყო. აბა 4 შრიანი გამოსახულება მოვცხოთ. ოღონდ ახლა შენ უფრო საბჭოთა ძეგლი. შემოტრიალე. რა საბჭოთა ძეგლივით გახარ მან. რომე? ერთნაირად უნდა დგა, როგორც ფეხი და სიცე ის. როგორ? აი ეგრე. ესე არა, ესე. ჩვენ გვიოდათ. ვრეცხავთ და ვრეცხავთ, მთელი დღე ვრეცხავთ, ვრეცხავთ დღითა და ღამით. ლამის გავსაპნოთ ცისფერი ზეცა, მზეც გამოვხარშოთ ლამი. აქ რატო არის ეს კიბე კიდე ძალიან საინტერესო. შეხედეთ, ეს კიბე შექმნილი არის მე-19 საუკუნის ქვის საამქროში რა, ანუ ქვის ოსტატების მიერ და ამიტომ ნახე გამირებით არის დამაგრებული რა, სალტეებით ნახე. ანუ ეს იმდროინდელი სამაგრები არის და მეერე გავამაგრეთ არის. იყო ქვის ამქართა ქვის ამქრის საჩუქარი იყო ეს. ჰამ ქარ ნიშნავს ერთად კეთება, ქარხანა კეთების სახლი, სპასულია. გილდია არის მოგეთ. ნუ კი ბატონო. ხო და ეხლა მოგიყვებით უცებ აი ეს ამქრების შესახებ და რას ნიშნავს ეს. პროფესიული გაერთიანებები იყო. ყველა პროფესიას ჰქონდა თავისი გაერთიანება. მეხინკლები, მეზოვები, მეკუდე, ყველა პროფესიას ამქარს შეადგენენ ოსტატები და ყავდათ უფროსი, რომელიც იყო ესე იგი უსტაბაში, რომელიც აირჩეოდა სიცოცხლის ბოლომდე. ხო, ანუ და უსტაბაში იყო, ასე ვთქვათ, აი წესიერების და კეთილსინდისიერების განსახიერება, უნდა ყოფილიყო მიუკერძოებელი და თუ დაუშვათ რომელიმე ოსტატი და რაღაცას არ გააკეთებდა სწორად, აი ის აგვარებდა ამ ამბავს, დასჭირდა ოსტატს, თუ დამნაშავე იყო და თუ კლიენტი იყო დამნაშავე, ხო? მაშინ ყველა ოსტატი გაფრთხილებული იყო, რომ იმ მომხმარებას არ მომსახურებოდა. შეგირდი, ანუ ვისაც მიაბარებდნენ ამ ოსტატს, ხო? ეს ადამიანი მსახურობდა ამ ოსტატთან 1, 2, 3 წელი გააჩნია, რას სწავლობდა, რა ხელობას სწავლობდა, ხო? და ეს ოსტატი სხვათა შორის ხანდახან ერთ-ორ კაპიკსაც დააგდებდა, რომ შეემოწმებინა ხელმრუდი იყო თუ არა ეს. გამოცდიდა, ხო, ანუ ხო არ იპარავსო, ხო, რომ ანუ კეთილსინდისიერი უნდა ყოფილიყო აუცილებლად, რა. ბრუდე თუ გაქვს ხელი, კეთის უღარე, რა ის ნათელი, რასაც ახლავს ბნელი, ვეღარ ხარობს სიკეთე, სიკეთე. ერთად გავაკეთოთ მე რა ვერისუბრის მელოდიების ტური. კი, ჩვენ გაგიყვარებთ მუსიკა. კი და ჩაგაცმოთ ვარდოებივით და ხო. ჩვენ ვიყოთ ჟანდარმებივით. ხო და მოკლედ, ეხლა კიდე რა არის საინტერესო. უსტაბაში სილა, ესეთი გამოთქმა არსებობს, რაც ნიშნავდა აი ძალიან მაგარ რამეს, ანუ გაგიმართლებდა წინსვლას, რაღაცა ისევ შეგიძლიათ მოგზადებით. კი. ესე რა იყო? იყო უსტაბაში აღსაკალინო სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, ვინც მართავდნენ მოკლედ აი ამ იმას ამ ქარს. ხო და
ეს ესე იგი რო ჩააბარებდა ამ გამოცდას, ანუ ამ პროდუქტს და ამზადებდა, დაუდებდა უსტაბაშს ასე თვალწინ ოსტატი გვერდზე იყო, ახსაკალი კიდე გვერდზე იყო, ეს იყო ეკონომისტი, ასე ვთქვა, განაგებდა ამას. აი კითხავდა ლოცვას ეს უსტაბაში, ეს ლოცვა იყო როგორ იცი, აი ნახევრად ფოლკლორული, ნახევრად რელიგიური რა. რო აი უფალო ღმერთო შენ როგორც უბძანე ადამიანს რო ოფილთა შენითა მოიპოვა პური შენი ჩვენც ვაგზელებთ რაღაცა ამას კეთილსინდისია გამსახურებით ასე შემდეგ. ხო და ყველა ამ ქარს ქონდა თავისი რაღაცა ხატსახე, თავისი დროშა, ზედ იყო გამოსახული წმინდანივით, აი მაგალითად ახლა ნოე არ არის დაუშვათ წმინდანის სტატუსის მატარებელი, მართლმადიდებლობაში მაგრამ იმათა ნოე იყო გამოსახული თუ იყვნენ ხუროები მაგალითად, მუშაობები და ასე შემდეგ. რა, ეს დაიჩოქებდა, ესე იგი ესა მომავალი ოსტატი, ხო? ჯერ კიდევ შეგირდი, გააკეთებდა ხელებს ასე. ამ ცერატიდებს დაუჭერდა ეს რა ქვია ოსტატი არა უსტაბაში. ხო? ესე? არ დაიჭირე? ესე დაიჭერდა? ხო. აიგიხავდა ამ ლოცვას, ემთხოვდა ამ დროშას დაასვენებდა ხელს ღვინოში და სამჯერ გააწმინდა სილას. რა შეასვენებდა ხელს? ღვინოში. ღვინოში ასვენებდა. აი ღვინო არ მაგცხოვრე. კარგიდა ხო. რა იყო ეს სახეში გაწნა რა მოიგონეს ახლა? ახლა მაშინერი ამბები ახლა ეგრე იყო. ხო და უსტაბაში სილა მაგით იყო. მაგით აქედან მოდის უსტაბაში სილა. ხედა. ესე იგი უკვე ამაღლა წოდებაში და ასე შემდეგ. და ვინ იყვნენ ძირითადად ეს ოსტატები, იცით? ყარაჩოყელები. ყარაჩოყელი არის სინამდვილეში. ნახავს ვეღარ ნახავ მახსენდება მე. დიახ, მეწაღეების გილდია იყო ეგ, ხო? ხო და ამიტომ ეს ყარაჩოყელები მერე თან უკვე ცოტა გაფოლკლორდა და მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე გახდა აი დავშვათ აი ეს ქალაქური კულტურის, პოეზიის რაღაცნაირი ისა გამოვლინება. ყველა რა თქმა უნდა არ იყო ეგეთი, მაგრამ უბრალოდ აი მაგათ ქონდათ ეს ყარანო შავი ჩოხა, ხო? მაგათ ქონდათ ეს ვერცხლის კამარი და ეს კამარი იყო მაგათი ასე ვთქვათ ბანკი, საბანკო ანგარიში, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მუშაობდნენ იმისთვის, რომ ეს ვერცხლის კამარი შეიძლება დიდი ყოფილიყო. რო ამის გარდაცვალების მერე ამ ვერცხლის კამარს რაღაცა ნაწილს ამოაკლებდნენ, გაყიდნენ და მაგით გაისტუმრებდნენ ვალი, იქნებოდა ეს თუ ხო იმის ხარჯი და დასაფლავების ხარჯი და მერე თავის შულს გადაეცემოდა. აი ეგეთი ამბავი იყო, მოკლედ ქალაქის კულტურის ნაწილი იყო ეს ყველაფერი. წავედით. მაგარია. ამოვნება რა რჩები? მე რჩები კი. აბა ეს კიბე მომეწონა ძალიან. პირველად ნახეთ ჩემ ცხოვრებაში ესეთი კიბე. ესე იგი კეთილო ხალხო, ჩვენ ახლა მოვუახლოვდით ძველი თბილისის ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. ბამბის რიგი ვიცანი. ბამბის რიგი იცანი ძალიან კარგია, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ გადავიდეთ. იცით, როდის 1600-იან, 1700-იან წლებში. ანუ არაფერი იქიდან არ დარჩა, გარდა სიონისა და ანჩის ხატისა. აი დაახლოებით სადღაც აი ეს ქუჩა, მეტნაკლებად რა თქმა უნდა შეცვლილია, იმიტომ რომ ქვაქვაზე აღარ დატოვა აღამ აჰმად-ხანმა, იყო სამეფო ქუჩა. ხო. აქეთ იყო, ესე იგი სამეფო ქუჩა, მერე გადაკეთდებოდა უკვე გამოგრძელებაზე იყო ბაზარი, როგორი ბაზარი იყო, იცი, დაახლოებით ეს 1700-იან წლებში, აი სტამბოლის ბაზარი რო ხო, იცი, გადახურული რაღაცა, ხო, აი ეგეთი და მოკლედ ამ ხაზზე იყო ასე ეგა. და სიონის გვერდით კიდე ერთი ეკლესია იყო, რომელიც მე-19 საუკუნეში აღარ აღადგინეს უკვე. ხო, აი ამ გაყოლებაზე იყო უფრო აი ქართველი მეფეების, დედოფლების, უფლისწულების, ამილახვების, პატრიარქების და ეპისკოპოსების, ასე ვთქვათ, დასახლება. ხო, აქეთ ამ მხარეს. კოტე აფხაზის ქუჩა, რომელიც არის, ეგ იწოდებოდა შუა ბაზრად, ეგ იყო ეკონომიკური ცენტრი აი იმდროინდელ თბილისში. შესაბამისად, მანდ იყო უფრო მეტი სომხური ეკლესია, ქარვასლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური ქუჩების და ცენტრების კვეთა იყო აი ეს ადგილი რა. მე-19 საუკუნეში აქ მერე უკვე ჩამოყალიბდა სირაჯხანა, ანუ ღვინის სახლი, სადაც იყიდებოდა ღვინო და ასე შემდეგ და მოვადექით აი ამ ადგილს. ეხლა თქვენ უნდა გამოიცნოთ აი ეს რა ფილმია. ამოდი რაღაცა უნდა გამოვიცნოთ კიდე. გამოვიცნოთ? აუ, მარტოს რო ყიდის ფესვები. ხოჩა, პარიზია ეს. ეს არის პარიზი. ეს არის პარიზი. ეს იყო რა დარწმუნებული ვიყავი რომ პარიზში იყო გადაღებული. ეგ პარიზის სცენები ხო არის იქ რა ქვია საკრეკე რაღაცა ხო ეს ლამაზები. ხო და მეც ვიფიქრე რომ პარიზში ხო არ არის გადაღებული მეთქი. მაგრამ მე მივხვდი იქ ბათუმი რაღაცა ამბები, მაგრამ ერთი ფრაზა ამას ძალიან საინტერესო. გოგი გეგეჭკორის პერსონაჟი რო ჩაუჯდება ამას ტაქსიში, ხო? რო ეკითხება რომ ანუ სოსო ჯაჭულიანის პერსონაჟს ხო რომ შენ როდის წამოხვედიო? რას პასუხობს ესე იგი ეს რომ როცა მეფე ჩამოაგდეს და გოგი გეგეჭკორის პერსონაჟი რას პასუხობს? ჩვენც ჩამოგვაგდეს.
ანუ პირველი რესპუბლიკის კი ბატონო. მთავრობის კი ბატონო, წევრია ეს. სანტეს ქუჩაზე ბატონო. რა ვზარეთ? ქართველი ხართ? ქართველი ვარ? გიორგი ზაქარიშვილი. სამსონ ჯანტიერი გახლავართ. რაც სახლიდან წამოდი, ქართველს ჯერ არ შეხვედრილ ვარ. რა ფერ გამახარ? დიდი ხანია საქართველოდან წამოხვედით. 17 წელს მეფე რომ ჩამოაგდეს. ოთხი წლის შემდეგ ჩვენც ჩამოგვაგდეს. თუ არ შეწუხდებით, სანტეს ქუჩაზე წამოვარდეთ. კი ბატონო. სადარ გადამაგდო, ეთმა. ქარი რომ ხის ფოთოლს გაიტაცებს, ისე ვარ მე. უნდა დაბრუნდეთ საქართველოში. დავბრუნდები, აბა სულად ხომ არ ვიქნები. თქვენ ბატონო აპირებთ შინ დაბრუნებას. ჩემი საქმე უფრო რთულადაა, ჩემო გიორგი. ისე კი დავბრუნდები. ბატონო. ახლა აქ კიდე რაებია გადაღებული? მონანიება. ხო, მონანიება, კი ბატონო. მონანიება აქ გადაღებული. ეს იყო ესე იგი მანთაშევი, ასეთ ალექსანდრე მანთაშევი, ძალიან ცნობილი ბიზნესმენი, არაერთი სახლი აქ, ბათუმში რაღაცა და მან გააკეთა მოკლედ აქ ბამბის საწარმო მაშინ და მანთაშევსკი რიადი ბამბის ქუჩა მაგიტო დაერქვა. ეხლა ჩვენ მივიდეთ აქ, ამას ეს ქარვასლები იყო სულ აქ. ქარვასლებზე თუ გინდათ უცებ გეტყვით, აი რა არის ქარვასლა საერთოდ. ხო, ქარვასლა იყო, ნუ ეს აღმოსავლური კულტურის ნაწილი, ეს იყო ასე ვთქვათ, ისლამური ტიპის სასტუმრო. ეს შენობები კი მე-19 საუკუნეში აშენებული და ან აღდგენილი, ხო? და როგორ არის, იცი? ანუ ქარვასლას ჰქონდა ან წყლის მხრიდან მისაყენებელი, ანუ ნავის. ხო, ანუ სავაჭრო ის იყო და აუცილებლად. ან თავლა ჰქონდა ეს ცხენის, ფაეტონები მეოვიდა საპირთო. ათლემების, ხო. -1 სართულზე იყო სათავსოები. შიდა ეზო იყო ჩაიხანა, ყავახანა, სადაც უნდა დაელიათ მოსვენად. ესენი აქეთა პირველ სართულზე იყო მაღაზიები და ზემოთ იყო სადაც ეძინათ. ზემოთ იყო მოსასვენებელი. მოსასვენებელი იყო. კიდე აი ევროპული გავლენა მე-19 საუკუნეში უკვე იმძლავრა ევროპულმა გავლენამ, ეს იყო არწმუნის ქარვასლა, რომელიც დაიწყო 1911 წელს 12-ში აღადგინეს და ფრანგული ელემენტებით არის აღდგენილი ევროპული ელემენტებით, იმიტომ რომ ანუ არწმუნოა ეს ის წერია, როცა ტიტანიკი ჩაიძიera და ქარვასლა აღადგინეს, სპარსული კულტურა ოღონდ ევროპული ელემენტებით, იმიტომ რომ ანუ ეს ქარვასლა აქ იყო ქარვასლა ოდითგანვე მე აღადგინეს და ისევ ქარვასლა და დღესაც ქარვასლა. ხო, დღეს უკვე მუზეუმია. აბა არა, ნახე რა მაგარია. Di quella pira Lorendo. აი მე ეს არის და ხედა. ნახე, ზუსტად იგი. აუ რა მაგარი. ეზოში რომ ჩავალთ, აი იქ ნახეთ თქვენ რა. ეხლა ეს მანქანა რო დაგხვდეს ეზოში. არა, ეზოში რო იგივე მანქანა დაგხვდეს. აი თქვენ დაგდექით აქეთ ამ მხარეს. გაცადე მოვიდეთ შენამდე. ასე. აი რატო არასდროს არ გამჩენია სურვილი აი აქ რა ჩამოვიდე რამეზოში შემომეხედა და დამენახა აქაურობა ალამაზია ნახე და რა უცნაური არის რა გეგონა ვერისუბნის ერთ-ერთი სცენა მეგონა როცა ყვავენ აი ჟანდარმების ცეკვა ესა არა ეს ეგ არის აი აჰა აქ ვართ ამეზოში ოსკარი გეკუთვნის შენ აი გამოიცადე მადლობა ქართული ფილმები სულ ზეპირად ვიცი ბრავო 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 დედას დიდი მადლობა და დიდი სიყვარული ჩვენგან როგორ აღიდგინე ხა ეს კადრი ეგრევე მევხვდი მახსოვს ზეცხედია ეს მახსოვს ზუსტად პეტრია თუშავია მოიცადე ნახე აქეთ მხარესა ეს ოღონდ აივანი აღარ არის ყოჩა მარია შეხედეთ სარეცას აუ რა ლამაზია აი ეს არის მართლა თბილისი და ვერისუბანი ხო აკარგი აუ მაგარია ოხ ძა რა უცნაური ეს რაღაცაში მოგზაურობა თანახა აი ხო გაგიხსნა ქართული ფილმი ჩვენთვის კი არა ყველასთვის რაღაცნაირი ჯერ სად ახართ ახლა გველოდება აქ აბა მიდი იქით უნდა წავიდეთ რაღაც გველოდება წავედი ვინც ხამწიფი შილდოს ელის არ ჩამორჩეს რიგს თეთრია თუ შავია ყველა დამნაშავეა საბჭოთა პერიოდში
მეიდანზე რა ბაზარიც იყო, ეს იყო თათრის მოედანი ერთხელ ძველად, მე შაიტან ბაზარი აიღეს ის ყველაფერი, ხო? ამ ადგილას 2000-იან წლების დასაწყისშიც კი იყო პირდაპირ ამოსახვევი მტყვრიდან და სამანქანო გზა იყო, ეგ სამანქანო ქუჩა იყო მაშინ. ხო და ამიტომ ეს იყო ძალიან ესეთი მოტიტულებული ადგილი. ამიტომ ვერისუბნის მელოდიებისთვის აქ გაშალეს ბაზრის სცენა. და აქ არის მაშინ ბაზარი. ხო, აი აქ არის გადაღებული აი ეს. მოდის ფურცელი, ცნობის ფურცელი. სქელი ამბების დასტა ვიღაცა შეშამოუპარია, ვერისუბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს ბასტა. Basta, basta, tu dai tires basta, 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 tu dai tires basta. ეს ბასტა, ხო მიდის აქ ეს და ხო ჩამოივლის მაგ მედროგე პავლე რომ უყურებ რა ხდება და აი ეს ანუ აი ესე ჩამოიარა ესე იგი პავლე. გაგონილა სუსტად საჭერია დასახრეტია ამ თბილისს რო უყურებ, ხო? აი, რაღაცა ყველა ეპოქის შეცდომა თუ დანაშაული ატყვია რა. კი. ხო, ჭრილობებივით რა. ხო და ალბათ ამ ეპოქის დანაშაულებიც კი, რა თქმა უნდა. არანაკლებია. რაოდენობრივად. გეტყვი იმასაც, რომ ხო, ყველა ეპოქას აქვს რაღაცა ეგეთი ხინჯები. რაღაცა გამონათებებიც არის და შეცდომებიც არის და ხანაით არ შეიძლება. და რა არის, იცი ყველაზე მეტად რა მტკივა გიდებს, ზოგადად რა გვაწუხებს ის, რომ თითოეულ წელიწადს უფრო მეტი იყო შემოდის ჩვენ ვიდრე არის. ხო, ეგ ყველაზე ცუდია, კი. ამიტომ გვიწევს ამ ფოტოებით და რაღაცებით ჩვენ. ხო. წავედითო. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ თბილისში გადაღებული კინო არის დოკუმენტური კინოც. მოდით ახლა აქ. შევხედოთ მეტეხს. მეტეხს გარშემო ჰქონდა დაახლოებით ისეთივე ციხესიმაგრე, როგორიც არის ნარიყალა და აღამ აჰმად-ხანის შემოსევას ემსხვერპლა, მერე მთავარმართებელმა ერმოლოვმა დაანგრია საბოლოო ჯამში, აი მეტეხისგან რაც შემორჩა, შვილი გაიხედა იქით ძირფანს, რომ აი ეს გალავანი შეხედე, ხო აი ეგეთი იყო აი ეს შემოვლებული ამაზე. რუსებმა აქ ააშენეს საპყრობილე. ანუ საპატიმრო. ხო, ანუ ციხესიმაგრის მერე. რაღაცები დაანგრიეს, რაღაცები არ დაანგრიეს და საბოლოო ჯამში ჯერ კიდევ რაღაცა კორპუსები იდგა აი ამ ფილმის გადაღების დროს. ეს არის ნინო, ის არის გოგო და ბიჭი, ბავშვები რო არიან და შვილები. ო, გოგო და ბიჭი ბავშვები რო არიან და შვილები რო არიან, სხვისი. ვერაღვიქვი ახლა წინ არის აშენებული სახლი დგას? ესენია საპყრობილეები. საპყრობილეები, ერთი და კორპუსები. ხო. და იქ მეორე. ხო, ეს გარშემოც ასე არ ჩანდა. მეცაც გეტყვით. იქ რო ახვიდეთ, ტაძრის სამხრეთ მხარეს, კედელზე გამოსახული არის, ამოკაწრული არის პატიმრების ისენი, რა ქვია, წარწერები. სახელები. სანამ ჯერ კიდევ ციხის ეკლესია იყო. ამ ეკლესიაში იჯდა, ამ ციხეში იჯდა ძალიან ბევრი ადამიანი. გორკიც მათ შორის, სტალინიც, მიხეილ ჯავახიშვილიც იჯდა, აკაკი წერეთელი იჯდა ერთი ღამე. რაღაცა მიქარა მაშინ Facebook-ზე დაწერა რაღაცა. ალბათ, ხო. და თავი უკრეს ციხეში. ან ტროტუარზე იდგა და? ხო. და მოკლედ პატიმრების ძალიან დიდი გულისწყრომა მოყვა ამას, რომ აკაკი როგორ დაიჭირეთო. და იმ ღამეს მოვიდა აკაკის შეწყალების ბრძანება და აკაკი არ გამოვიდა. ანუ დილას გამოვალო, იქნები რა. პომპეზურად გამოსული იყო. წავედით ახლა იმ კუთხეში მივიდეთ, იმ კუთხეში და დაგონებებ თავს? დაგანებებ. არ დაგონებებ თავს, ისეთ საინტერესოა, რომ დილამდე შეგვიძლია რომ ვისეირნოთ ამ ქალაქში. აქ არის ძალიან საინტერესო, რამე უნდა გაჩვენოთ აი ამ ფოტოზე. ეს არის ფილმი, ამ თქვენ მიხვდებით მოდით ბავშვებო, მოდით. აბა.
შემაიმუნო, შენ. არა, მოდი ჩემი ხუთოსანი გოგო, მიდი, რა. აიკითხავს ეს. რომ მოვედით ყველა ფოტოს უკან აიკითხა. მართლა? რაშიძო? ვაიმე. აბა? არიცი? არ თქვა, ამან იცის. უიმე. ეს არის ცირას რო გაიცნობს და რომ გააცილებს. უკვე გარიჟრაჟი რომ არის. დია. მე ბებია ილიკო და ილარიონი. ზურიკელა არის თბილისში. ზურიკელა არის თბილისში. აი ესეთი. ამოუწურავია ეს ჩვენი ისტორია რა. შეხედეთ, ეს არის ნამდვილი ოლღაბებია. არ არსებობს. და კიდე რაღაცას გაჩვენებთ, აი ილიკო და ილარიონი. არა, ნამდვილი. ნამდვილი. არ არსებობს. ჩემს ახსოვს, სხვათა შორის თავად ხიდის თავიდან არის და ამიტომ რო წაიყვანეს ილიკო და ილარიონი ახსოვს. რო ეს დაპატიჟეს. იქნება ილიკო, ეს ილარიონი სავარაუდოდ. შეიძლება, ხო. რო დაპატიჟეს, ტიპაჟურად ესია. ის იყო რა ქვია და როგორ გაგომასხარავაო და გადაირივდნენ. მასი არ იყო ბიძია, მან რო არისო. წამოიყვერეს ერთხელ თურმე ერთ-ერთ სპექტაკლზე. აუ, რა მაგარი ფოტოა. ოფ, მაგარია. აუ, რა კაია. იმდენი რამე დავიგეთ ანუ ჩვენგან. მთელი დღეა დავდივართ, არაჩვეულებრივი ამბები ამოდი შეგაწყვეტილებ, რომ ემოციებზე და ყველაზე საინტერესო ემოციური და თბილი იყო აი ეს ჩემთვის მართვის. მადლობა ძალიან დიდი თქვენ. მადლობა რომ დაინტერესდით და მადლობა რომ რაღაცა თქვენც აღმოაჩინეთ ამ ქალაქში. მადლობა შენ ასეთი საინტერესო ტურისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის იქნება ყოველთვის დაუვიწყარი ეს შთაბეჭდილება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, მე იცი რას მივხვდი? ჩემი ახლობელი ნაცნობი მეგობარი რომ ჩამოვა სხვა ქვეყნიდან, უკვე ვიცი სად უნდა წავიყვანო და რა უნდა ვუთხრა. აქამდე სანამ წაიყვანო რე. უკვე იცი ვინ სად უნდა წაიყვანოს. ეგეც არის, ხო. თუმცა ცოტა ინფორმაცია უკვე მეც შევისწავლე შეგა. ვინ სად მოვასმენინოთ? მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა შენ და აბა ჰე.